მოგესალმებით, მადლობთ ბატონო თავმჯდომარე. მე მინდა უბრალოდ რამოდენიმე მხარდაჭერის სიტყვა მეთქვა იმ ადამიანების მიმართ, რომელთანაც მე მქონდა პატივი შევხედროდით თქვენთან ერთად ბატონო თავმჯდომარე რამდენიმე დღის წინ. ეს არიან ის სამხედროები, რომლებიც რეაბილიტაციის კურსს გადიან ვოლტერ რიდის კლინიკაში. ეს არის 6 სამხედრო, მე-7 სამხედრო, რომელიც იქ იყო, უკვე დაბრუნდა საქართველოში. ამას გარდა არის 12 სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა კლინიკებში გადის რეაბილიტაციის კურსს. ყველას მინდა მათ უსურვო გამოჯამრთელება და რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება სამშობლოში და ამ მაღალი ტრიბუნიდან თქვენთან ერთად დარწმუნებული ვარ, ყველას გვერდში დგომა და მხარდაჭერა დაუფიქსირო. ეს ადამიანები არიან ძალიან დამსახურებული ადამიანები ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელთაც გაიღეს ალბათ ერთ-ერთი უმაღლესი საკუთარი ჯანმრთელობა, უმაღლესი საფასური საკუთარი სამშობლოსთვის, ეს არის მათი ჯანმრთელობა, მათ აქვს ძალიან მძიმე დაზიანებები, მაგრამ ისინი გაუტეხელნი არიან, მათი ხასიათი და მათი შემართება, რომელიც ჩვენი დავინახეთ, ნამდვილადაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კიდევ ერთხელ აღფრთოვანდეთ ამ ბიჭების ვაჟკაცობით. აუცილებლად მინდა მიმართო თავდაცვის სამინისტროს, რომ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა იქნენ გამოყენებული შემდეგში ჩვენ შეიარაღებული ძალების რიგებში და აუცილებლად არის საჭირო სპეციალური პროგრამების უზრუნველყოფა, რათა ეს ადამიანები სრულფასოვნად იქნენ ინტეგრირებული ჩვენ სამხედრო სისტემაში და მათი გამოცდილება იქნეს გამოყენებული ყველა ჩვენი სამხედროების სასიკეთოდ. მე ვაპირებდი, რომ მხოლოდ ამით შემოფარგლულიყავი ჩემს სიტყვაში, მაგრამ არ შემიძლია არ უპასუხო იმ განცხადებას, რომელიც ბატონ ნუგზარ ციკლაურმა გააკეთა და სამწუხაროა, რომ იქ არ არის. უბრალოდ მინდა მიმართო მას შეკითხვით და იმედია ის ალბათ მიპასუხებს. ბოლოს როდის იყო სენაკის ბრიგადაში? ბოლოს როდის იყო მარნეულის ავიაბაზაზე? ბოლოს როდის ნახა ის შეიარაღება, რა შეიარაღებაზეც საუბრობს და თითქოს მოდერნიზებულზე და გაუმჯობესებულზე. მე ერთ რაღაცაში მას დავეთანხმები, რაოდენ არ გაგიგვიდეთ. თავდაცვა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება არ არის პოლიტიკური საკითხი, მაგრამ ყველა ის ადამიანი, რომელმაც ხელყო ან რაიმე ფორმით საფრთხის ქვეშ დააყენა ეს ყველაფერი, არის დასასჯელი. და მე კონკრეტულად არც ერთ ადამიანზე არ ვსაუბრობ. ნამდვილად არ ვსაუბრობ და არც ერთ მინისტრზე, არც ორ მინისტრზე ან სამ მინისტრზე. მე ვსაუბრობ იმ მიდგომაზე, რა მიდგომა 9 წლის განმავლობაში არსებობდა სამწუხაროდ თავდაცვის სამინისტროში. მე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდი 99 წლიდან. ის რაც ვხედავდი მე მარნეულის ბაზაზე 99 წელს, დღეს არაფერი შეცვლილი არ არის. ჯარისკაცებს დღის განმავლობაში უწევთ საკუთარი ლოგინების თლიანად ალაგება, იმიტომ რომ იქ იმდენი მტვერია, რომ საღამოს არ დახვდეთ ელემენტარულად დანაგვიანებული საკუთარი ლოგინი და იქ გაათენონ ღამე. ასევე მე ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით მინდა ვთქვა და არავის არ უთქვამს და არ განუცხადებია, რომ არაფერი არ გაკეთებულა. ნამდვილად ის ორი ქვედანაყოფი, რომელიც მან დაასახელა, ეს არის სამხედრო აკადემია და ეს არის კადეტთა კორპუსი, ნამდვილად დღევანდელი ხელისუფლება, დღევანდელი მთავრობაც და დღევანდელი თავდაცვის სამინისტროც ამბობს, რომ ეს ნაწილები არიან კარგ მდგომარეობაში და ეს მართლაც პატივსაცემია და კარგია. მაგრამ უბრალოდ იმ პირობებში, რომ საქართველოს თავდაცვის უნარიანობაზე დაიხარჯა 5 მილიარდზე მეტი, ის რაც არის გაკეთებული, ეს არის წარმოუდგენელი რა. მაშინ, როდესაც ელემენტარულად ადამიანებს, ჩვენ სამხედროებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ ნორმალურ პირობებში იყვებონ. უბრალოდ თქვენ წარმოდგენილი არ აგაქვთ, რა ხდება ამ ბაზებზე, საკვებ ობიექტებზე. ელემენტარულად წარმოუდგენელია იქ ნორმალურად ჭამო, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჰიგიენის ნორმები დაცული არ არის. ამ რეალობაში ძალიან თქვით, პოლიტიკური განცხადებებს ნორავინ ვერ გააკეთებს და მე მზადა ვარ ბატონ ნუგზართან ერთად წავიდე და ვნახოთ რა მდგომარეობაშია თითოეული ჩვენი ნაწილი და ვნახოთ შევაფასოთ და მერე თქვას. მადლობთ.